არ არსებობს სიბრძნე ღვთის შიშის გარეშე. ებრაელი მორწმუნე არასოდეს აღიარებს ურწმუნო ადამიანის გონების ნიჭიერებას, თუ კი ეს გონება ღვთის შიშს ეწინააღმდეგება. ებრაელი მორწმუნისათვის სიბრძნე მკვეთრად განსხვავდება ცოდნისგან. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ცოდნა, მაგრამ არ ჰქონდეს სიბრძნე. ცოდნა სიბრძნის დიდად მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. თუმცა ის არასოდეს უნდა აგვერიოს სიბრძნეში, რადგანაც სიბრძნე გულისხმობს ცოდნის სათანადო, სწორ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომაც ამბობს ეკლესიასტე: მოვისმინოთ დასკვნა ყოველივე ამისა, ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი. ასეთია ებრაული სიბრძნის შეჯამება. იგავთა წიგნის მიხედვით, რა არის სიბრძნის სათავე? უფლის შიში. აქ უფლის შიშში იგულისხმება ის, რომ თაყვანს უნდა ვცემდეთ მას, ვადიდებდეთ და სათანადო პატივს მივაგებდეთ მას. სწორედ ღვთის შიშიდან იწყება სიბრძნე და არ არსებობს სიბრძნე ღვთის შიშის გარეშე. ადამიანს შეიძლება მთელი ცოდნა ჰქონდეს სამყაროში. შეიძლება სამყაროს წარმომქმნელი რაღაც პირველ მიზეზისაც სწამდეს. თუმცა თუ ღვთის წინაშე შიში და კრძალვა არ გააჩნია, მას ჯერ არ შეუძენია სიბრძნე. ღვთის შიშია აუცილებელი ცოდნის სიბრძნით გამოყენებისათვის. ადამიანი შეიძლება უამრავ უნარს ფლობდეს, მრავალმხრივ ნიჭიერი იყოს, თუმცა თუ უფლის შიში არ აქვს, მთელი მისი ცოდნის, წვრთნისა და განსწავლულობის მიუხედავად, ღვთის სიტყვის თანახმად ის უგუნურია.